2018 წელს ეგრეთ წოდებულ ცხინვალის რეგიონში შეიქმნა მათ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შეიქმნა კომისია, დემილიტაციის კომისია, რომელმაც საფუძვლად აიღო 1922 წლის აპრილში გამოცხადებული სამხრეთ ossetis ოლქის რუკა, ამ ხელოვნურ რუკაზე დააფუძნა გარკვეული კვლევები და მათსავე აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაუგზავნეს ეს რუკა როგორც საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების საფუძველი. ეს ცხინვალის ოკუპირებული ხაზის, რომელიც გახლავთ 350 კილომეტრი, გასწვრივ 200 კვადრატული კილომეტრის პრეტენზიას წარუდგენდა საქართველოს ფაქტობრივ ტერიტორიაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ. ეს არის 28 სხვადასხვა წერტილში პრეტენზია, რომელიც არსებობდა. ერთ-ერთი იყო ჩორჩანა, ერთ-ერთი იყო თრუსო. ამის შემდგომ ერთ რამეს ეხლა პრინციპულად მინდა ხაზგასმით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უთხრა. ზუსტად მას შემდგომ რაც ჩვენ ჩავდგით საგუშაგო ჩორჩანაში. 2019 წლის 2 სექტემბერს ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეჟიმის გენერალურ პროკურატურაში აღიძრა საქმე ჩორჩანაში ჩვენს მიერ ჩადგმული საგუშაგოს გამო და იქ დაიწყო ზუსტად ის გამოძიება, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს. ეს ერთი. ამის შემდგომ იგივე სექტემბერში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ეგრეთ წოდებულ პარლამენტში შექმნა ზუსტად ისეთი კომისია, როგორც თქვენ გახდეთ ლარჩეთ. არის მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგინეთ ქვეყანას. შედეგი არის ეს. ამიტომ ყველანაირი ვისრისი ეშინია ხა ეს უკვე ჩანს საზოგადოება ხედავს. გააგრძელეთ და აგვიხსენით. მე მივხვდი უკვე როგორც იურისტმა, რომ ის რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახით, თქვენ ჟარგონზე რო თქვა, გაგნებაში არ ახართ რას ნიშნავს. ეს უკვე მოვინიშნე, არ იცით. არ არის ახლა ეს გასაკვირი დღეს რო არ იცით, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფექტური კონტროლი სამართლებრივად რას ნიშნავს, მინიმუმ უნდა იცოდეს.